წერან მახსენეთ სქესობრივი მომწიფება კიდე დაუბრუნდები ერთხელაც. ამასთანავე ერთ-ერთი სპეციალისტისგან მოვისმინე, რომ და აჩქარებულია ეს პროცესი და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ზედმე უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია სექსუალური შინაარსის ვიდეოები და ასე შემდეგ. თქვენ თუ ეთანხმებით, რომ ამანაც შეიძლება დააჩქაროს სექსუალური კი, რა მომწიფება? თქმა უნდა, ის რაც ინტერნეტ სივრცეში იდება და რაც დომაც ახლა ბავშვებს აქვთ ამასთან ფაქტიურად ყველაფერთან, ინტერესი, რა თქმა უნდა, შეიძლება ახლა ადრე რომ ეს უჩნდებოდა 17 და 18 წლის ასაკში, მეტია დაინტერესება, ვთქვათ, უფრო პატარა ასაკშიც. თუმცა რაც შეეხება თვითონ ფიზიოლოგიურად სქესობრივი მომწიფების პროცესებს, დიახ, ნამდვილად, განსაკუთრებით რასაც ვაკვირდებით გოგონებში, ანუ თუ ადრე ეს იყო 10 წლის ზევით, ახლა უკვე ნორმა თვლით თითქმის თუ სქესობრივი მომწიფებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უკვე 7-8 წლის ასაკშიც ჟღავდება. თუ იწყება ახლა ამლა ჩამოყალიბებული არა, მაგრამ ეს ზოგადად დამოკიდებული არის იმაზე, რომ როგორც ამბობენ, ევოლუცია, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები და ალბათ მე ვთვლი, რომ კვებასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი საკვებიც გვაქვს, რომელიც ვთქვათ, ამასაც აპროვოცირებს და ასე რომ ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ რეალობა არის.